მიმდინარე კვირას ბრაზილიაში სკოლის მოსწავლეებს დირექციამ ახალი წესები გააცნო. ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას კრძალავს. ტელეფონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საგამანათლებლო მიზნებისთვის, ისიც მასწავლებლის ნებართვის შემდეგ. აკრძალვა არ ეხებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ადრე შესვენების დროს შეგვეძლო მობილურის გამოყენება, თუმცა ყურადღება ადვილად გვეფანტებოდა, რადგან ამ დროს მთლიანად სოციალურ ქსელზე ხარ გადართული. ახლა კი აქცენტი სწავლასა და მეგობრებზეა გადატანილი. ვინაიდან სკოლებში ახლა მობილურებს ვეღარ ვიყენებთ, ერთმანეთთან უფრო ახლოს ვართ, საუბრობთ. გონი ახლა სახლშიც უფრო მეც ვლაპარაკობ ვიდრე ადრე. Eu acho que dentro de casa eu comecei a conversar mais também com as pessoas. სკოლებს აქვთ უფლება დაადგინონ თავიანთი წესები, მაგალითად სად უნდა შეინახონ მოსწავლეებმა ტელეფონები, ზურგჩანთებში, კარადებსა თუ სპეციალურ განყოფილებებში. სანამ კანონი ძალაში შევიდოდა, მსგავსი რეგულაციები უკვე მოქმედებდა ბრაზილიის უმეტეს რეგიონში. სან-პაულოში მდებარე კერძო სკოლა პორტუ სეგურუში მობილურების გამოყენება გასულ წელს აიკრძალა. მოსწავლეებს პრობლემები ჰქონდათ კონცენტრაციასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ზედმეტად დიდხანს იყენებდა ტექნოლოგიას. ის ფაქტობრივად იზოლირებული იყო შესვენების დროს. ერთმანეთთან მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით კონტაქტობდნენ. ამას პირდაპირი გავლენა აქვს უნარებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე. ბრაზილიის განათლების სამინისტრომ სამთებრევალს განაცხადა, რომ მიღებული რეგულაციები მიზნად ისახავს ბავშვების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვას. მათი აზრით, მოსწავლეები მიეჩვევიან, რომ ტექნოლოგიები უფრო რაციონალურად გამოიყენონ.